კალენდარზე დიდი ხანია ზამთარი დასრულდა, თუმცა ოფიციალურად ზამთრის ტურისტული სეზონი ახლა სრულდება. კურორტების ნაწილმა უკვე დაამთავრა 2024-25 წლის სათხილამურო სეზონი, მათ შორისაა ბაკურიანი, გოდერძი და მესტია, დარჩა გუდაური, რომელიც 2 დღეში 17 აპრილს დაასრულებს და დახურავს ზამთრის სათხილამურო სეზონს და ამით ტურიზმით სრულად გამოემშვიდობება ზამთარს. როგორი იყო 2024-25 წლის ზამთრის სეზონი, სწორედ ამ საკითხს შევაჯამებთ დღეს და რა თქმა უნდა ვისაუბრებ მომავალ გეგმებზეც, ჩვენ სტუმართან ერთად, ჩვენი სტუმარია მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე. მოგესალმებით ბატონო ირაკლი და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ზამთრის შუალედში ვხვდებით ხოლმე, ან როდესაც სეზონი სრულდება. დღეს მაინც უფრო შეჯამება და სამომავლო გეგმები იქნება ძირითადი ჩვენი თემა და მინდა გკითხოთ შეჯამება გთხოვოთ უფრო სწორად, რომ 4 საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი იყო ჩვენი მთის კურორტები. ეს გვაძლევს თუ არა ეს გამოცდილება იმის ხმის საშუალებას, რომ უკვე გამოცდილი მასპინძლის სტატუსის მქონე ქვეყანა ვართ ასეთი ტურნირებისთვის. შემიძლია თქვა, რომ საკმაოდ წარმატებული სეზონი იყო, როგორც ახსენეთ, 17 აპრილს იხურება ბოლო კურორტი, ასე ვთქვათ, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი იყო, ეს არის გუდაური. სეზონი არა მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით, რომელიც გაიზარდა დაახლოებით 20%-ით, სწორედ იყო წარმატებული ასევე საერთაშორისო ჩემპიონატების კუთხით. ჩვენ ჩავატარეთ 3 მსოფლიო თასი, 1 ფრირაიდის მსოფლიო ტური და თითქმის ყველა კურორტი მოვიცვთ. ეს არის ბაკურიანი, გუდაური და სვანეთი უკვე ფრირაიდ ვორლდ ტურზე. იყო თუ არა წელს განსხვავებული ღონისძიების მასპინძელი რომელიმე კურორტი, რაც მანამდე არ გქონია, თქვათ, გამოცდილების ჩამონათვალში? ჩვენ 2023 წლის ჩემპიონატის შემდგომ ფაქტიურად მუდმივ კალენდარში ვართ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ ეს ნდობა მოვიპოვეთ. მინდა ვთქვა, რომ ყველაზე ახალი, ასე ვთქვათ, არის ფრირაიდის მსოფლიო ტური, რომელიც მეორე წელია იმართება. მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის მუდმივი კალენდარი და მუდმივი კალენდარი ყოველთვის არის ის, რომ ანუ სტაბილურობა, უფრო მეტი ასე ვთქვათ, დამკვიდრება, სწორედ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზის კუთხით უფრო მოიპოვებს ეს მუდმივი კალენდარის კუთხით. აი, სწრაფად გითხოთ ბატონო ირაკლი, თქვენი დაკვირვება რას აჩვენებს, ან საუბრები საერთაშორისო ფედერაციებთან, ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომ ის გამოცდილება და ის დონე, რაც აჩვენა, შეგვიძლია ვთქვათ, ხო, დონე, რაც ქვეყანამ აჩვენა ამ საერთაშორისო ტურნირების მოწყობის თვალსაზრისით, ხომ არ გააჩინა ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტი მოლოდინი და ხომ არ აგვიწევენ, ასე რომ ვთქვათ, სტანდარტს, რომლის დაკმაყოფილებასაც მოგთხოვენ სწორედ იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც გვაქვს. ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენს მიმართ კონკრეტულად საერთაშორისო ჩემპიონატების ჩატარების, ანუ მსოფლიო თასების, თუნდაც ფრირაიდის კუთხით, ნდობა მაღალი არის, იმიტომ რომ ჩვენ დღე პირველიდან, ასე ვთქვათ, ვატარებთ საკმაოდ ხარისხიან ჩემპიონატებს. ყოველწლიურად ვიზრდებით, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ დავიხვეწოთ მათი სტანდარტების შესაბამისად და უფრო მეც ვაკეთებთ, რომ თამასა, ასე ვთქვათ, მაღალი იყოს საერთაშორისო კუთხით. მაინც სხვა ქვეყნებს შორის კონკურენტული უნდა იყო იმ სიახლეებით, რაც სიახლეებით იმ სტანდარტების კუთხით შეგიძლია შემოიტანო, რაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გაიდლაინებით არის, თუმცა ვცდილობთ, რომ აი უფრო მეტად დავხვეწოთ, უფრო მეტად განვავითაროთ ეს. მაგალითიც კი ყოფილა ხანდახან გუდაურის მსოფლიო თასი სხვა ქვეყნებისთვის და ეს ყოველ წელს ანუ კომიტეტებში შემდეგ ირჩევა, კომიტეტებში მიდის ამაზე მსჯელობა და მინდა ვთქვა, რომ სამაგალითო ყოფილვართ ამ კუთხით. თქვენ ახსენეთ კონკურენცია, ალბათ მაღალი იქნება, ხო, საერთაშორისო ბაზარზე ეს კონკურენცია და ამ კონკურენტულ გარემოში შესვლა და თავის დამკვიდრება არ არის მარტივი. აი რომ წარმოვიდგინოთ რუკა ეხლა, სადაც სხვა ქვეყნები, უფრო ჩვენზე მეტად გამოცდილი ქვეყნები, რომლებსაც უკვე არაერთი ღონისძიება აქვთ ჩატარებული და არაერთი ღონისძიების მასპინძლები იყვნენ. აი სად ვართ ჩვენ? არა კატეგორიაში ვართ, პრემიუმ ხარისხში გადავინაცვლეთ თუ არა, მაინც საშუალო კატეგორიაში მოვიაზრებით თუ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენგან უკვე მაგალითებს იღებენ, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი გვიკავია. მინდა დაუბრუნდე
უკან დაუბრუნდე 2023 წლის ჩემპიონატზე. ეს იყო ისტორიაში პირველად, როდესაც საერთაშორისო ფედერაცია ნდობა გამოუცხადა ისეთ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, რომ ყოველთვის იყო ჩაკეტილ ქვეყნებში ეს ისტორიულად ეს წამყვანი ქვეყნები, რაც არის ამ მიმართულებით, თუნდაც ავსტრია, შვეიცარია, ეს ქვეყნები შეგვიძლია დავასახელოთ და ჩვენაირ ქვეყანაში, რომელსაც აი ესეთი მოდი ესე ვთქვათ, ისტორია შეიძლება გქონდა, მაგრამ ამ მიმართულებით ისეთი გამოცდილება არ ქონდა, ესეთი შედეგები არ ქონდა როგორც ამ ქვეყნებს, ნდობა გამოგვიცხადა და მაინც მოგცა ის შანსი, რა შანსიც მოვიპოვეთ ჩვენ 2018 წელს იმისთვის, რომ ეს ჩემპიონატი ჩაგვეტარებინა, შემდეგ მუდმივი კალენდარი და ჩვენ აბსოლუტურად ზუსტად იმ თანაბარ დონეზე ვართ, როგორც ის ქვეყნები, რომელიც თუნდაც 15-20 წლის წინ იყვნენ მოწინავე ქვეყნები, ჩვენ დავიმსახურეთ და აი ამ ქვეყნების გვერდზე შემიძლია ვთქვა, ფრირაიდის მსოფლიო ტურს მინდა გაუსვა ხაზი, ჩვენ ექსკლუზიურ ქვეყანაში ვართ, ისეთი ქვეყნები, როგორც არის კანადა, შვეიცარია, ავსტრია, მომავალ წელს პირველად დაემატება 5 წლის შემდეგ, ასე ვთქვათ, აქამდე იყო ალიასკა, ანუ ამერიკის ასე ვთქვათ და მეშვიდე საბოლოო ქვეყანა იქნება და ეს ექსკლუზიურობა 7 ქვეყანაში ჩაიკეტება და ჩვენ ამის 4 წლიანი კალენდარი გვაქვს, 2 უკვე გამოშვება ასე ვთქვათ ჩავატარეთ და 2 დარჩენილია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ მსოფლიო ტურთან. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ქვეყნისთვის, წარმატებული პროექტი კონკრეტულად სვანეთისთვის იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენ ვატარებთ და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, იმიტომ რომ ზუსტად იმ კუთხით გავაცანით, სვანეთი იმ კუთხით გავაცანით საქართველო, როგორც ჩვენ გვინდოდა და გვჯეროდა და შეგვეძლო გვენახებინა, როგორც გასტრონომია, როგორც კულტურა, ეს არ მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ სათხილამურო მიმართულებას. თუმცა ძირითადი ნაწილი რა თქმა უნდა სათხილამურო მიმართულება არის, მაგრამ აი ეს დიდი ელემენტი არის ტურიზმის, იმისთვის რომ ცნობადობა უფრო მეტად გაზარდო ქვეყნის კონკრეტულად ამ ლოკაციის, როგორც არის სვანეთი და იმ პოტენციალის ნახვის შესაძლებლობა მისცე, რაც სვანეთს აქვს. და ეს უსაზღვრო პოტენციალი არის. დიახ, სწორედ მაგ საკითხი მინდა რომ უფრო გავშალოთ. როგორც საშუალოვადიან პერსპექტივაში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, გარდა იმისა, რომ მუდმივ კალენდარში ჩაგვსვეს, გარდა იმისა, რომ ექსკლუზიური ქვეყნების ჩამონათვალში ვართ, თქვენ ახსენეთ, ახლა მინიშნებები გააკეთეთ. კიდე რა სფეროებზე მოახდინა ამან გავლენა, ან შეიძლება მოახდინოს გავლენა და რა შეიძლება რომ რა ბენეფიტები შეიძლება რომ ქვეყანამ მიიღოს საბოლოო ჯამში, ან რა მიმართულებით შეიძლება რომ საქართველოს პოზიციონირდეს. ეს ზოგადად სამთო სათხილამურო სპორტის მიმართულება არ არის მხოლოდ ზუსტად ეს მიზანი არ არის რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს იყოს, თუმცა რა თქმა უნდა ემსახურება კურორტის პოპულარიზაციას, სპორტის პოპულარიზაციას და ზოგადად ქვეყნის ცნობადობა. წარმოიდგინეთ 50 მილიონამდე მაყურებელი უყურებს მსოფლიო თასებს, ანუ ჯამურად რო ავიღოთ ჩვენ მიმართულებით მსოფლიო თასს 300 მილიონამდე მაყურებელს ფარავს ფრირაიდის მსოფლიო ტური და ეს სწორედ ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში ცნობადობის აწევას. ეს არის ძალიან ესეთი პროექტი, რომელიც არა მხოლოდ რაღაცა ეს არ არის მხოლოდ რაღაც სრიალი. ესე რომ დავარქვათ რა, ეს არის კომპლექსური პროექტია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი სტუმრობისთვის. სამომავლო გეგმები ბევრი გექნებათ, თუმცა ერთი რაც ზუსტად ვიცით, რომ ჯერ კიდევ 2 წლის განმავლობაში მუდმივ კალენდარში ვიქნებით. დიდი სიამოვნებით მივადევნებთ თვალყურს და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე.